ჩვენ 2008 წელს ყავდა მარიონეტული რეჟიმი ნაციონალ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სახით და რა თქმა უნდა მარიონეტული რეჟიმი სულად მოქმედებდა იმისთვის რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგი არის აგვისტოს ომის, ამის შედეგი არის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთის მხრივ საუბრობდნენ ოკუპაციას და მეორე მხრივ მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იმიტომ რომ როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის. 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა ნაცმოძრაობის მარიონეტული რეჟიმი, არამედ ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელზეც ჩვენ დავკარგეთ კონტროლი.